მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ უსადინო ევოლუციაზე 5G-დან 6G-მდე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 5G რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც გარდაქმნის ინტერნეტის სიჩქარეს და მოწყობილობების დაკავშირების მეთოდებს. მაგრამ რა იქნება შემდეგ? გავიცნოთ 6G. მეექვსე თაობის უკაბილო ტექნოლოგია, რომელიც გვპირდება უფრო მაღალ სიჩქარეს, ჭკვიან ქსელებს და მეტ დაკავშირებულ მოწყობილობებს. მიუხედავად იმისა, რომ 5G ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია, მეცნიერები უკვე აქტიურად მუშაობენ 6G-ს განვითარებას. რა განასხვავებს 6G-ს 5G-სგან? 5G მოგვიტანა ულტრასწრაფი ინტერნეტი, დაბალი ლატენტობა და მასშტაბური დაკავშირებადობა, რაც შესაძლებელს ხდის ჭკვიანი ქალაქების ავტონომიური მანქანების და IoT ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა მას მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები. 6G კი არ არის მხოლოდ სიჩქარის გაზრდა, ეს სრულყოფილი ტრანსფორმაციაა. 5G თუ გვთავაზობს 10 გიგაბიტ-წამამდე ინტერნეტს, 6G-ს შეუძლია ეს მიაღწიოს 1 ტერაბიტ-წამამდე. 5G ამცირებს დაყოვნებას 1 მილი-წამამდე. 6G-ს კი შეუძლია შეამციროს მინიმუმამდე, რაც იდეალურია ვირტუალური რეალობისა და დისტანციური ოპერაციებისათვის. როგორ მუშაობს 6G? 6G გამოიყენებს ტერაჰერცის ტალღებს, რომლებიც ბევრად უფრო მაღალი სიხშირისაა ვიდრე 5G-s მილიმეტრული ტალღები. მათ გავრცელებისთვის დაჭირდება მჭიდრო ინფრასტრუქტურა და მცირე სადგურები. გარდა ამისა, 6G მნიშვნელოვნად დაეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს მოთხოვნებს და ეფექტურად არეგულირებს ქსელს. 6G-s გამოყენებით შესაძლებელი გახდება ავტონომიური ქარხნები, პერსონალიზირებული ჯანდაცვა და ახალი ინდუსტრიების შექმნა. ასევე არსებულის გაუმჯობესება. როდის ვიხილავთ 6G-ს? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 6G 2030 წლისთვის გახდება კომერციულად ხელმისაწვდომი. წამყვანი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, უკვე აქტიურად მუშაობენ მის განვითარებაზე. 6G არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ციფრულ სამყაროს. მადლობა ყურადღებისთვის.